დღეს ჩვენ ვეწვევით ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს, რომელიც მუზეუმების გაერთიანების ნაწილია. ეს არის 11 მუზეუმის გაერთიანება და მას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეწოდება. გაერთიანება 2004 წელს შეიქმნა და ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი ამ გაერთიანების ღერძად იქცა. საქართველოს მუზეუმი ინახავს ბუნების და კაცობრიობის ისტორიის უნიკალურ მასალას. 40 მილიონი წლით დათარიღებულ ცხოველთა ნაშთებს, პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, ლითონის ხანათა და შუა საუკუნეების მდიდარ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ კოლექციებს. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი გარკვეულწილად სამართალმემკვიდრე არის იმ კავკასიის მუზეუმისა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებში შეიქმნა. როდესაც იქმნებოდა კავკასიის მუზეუმი, თბილისი რეალურად იყო კავკასიის კულტურული ცენტრი და დღეს უკვე სწორედ იმ დროიდან აქ შემორჩენილი არის ბევრი სხვადასხვა ტიპის კოლექციები. შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ ეს არის ენციკლოპედიური მუზეუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ეპოქის ნიმუშები, როგორც საქართველოსდან, ისე კავკასიის სხვა ტერიტორიიდან. და აქ ინახება როგორც ბუნებრივი მემკვიდრეობის, ისე კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. ახლა ყველა ექსპონატზე ძალიან ძნელია საუბარი, ეს მილიონებით ექსპონატს მოიცავს, მაგრამ ეს ფართო სპექტრი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მოვუყვეთ მნახველს ისტორია დაწყებული ძალიან ადრეული ეპოქებით. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ახლა ამ მუზეუმში ხდება, ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვეცოცხლებია უფრო მეტად. აქ ახლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ეს საგამოფენო სივრცეა, სადაც ჩვენ პერიოდულად ვცვლით გამოფენებს. ასე რომ ჩვენი ამოცანა იყო, რომ მუზეუმი უფრო მეტად გაგვეხადა ინტერაქტიულიც, უფრო გასაგებიც. აი, ზუსტად აქედანვე შეგვიძლია მუზეუმის აუდიტორიაში შესვლა, სადაც ლექციების მოსმენა. ანუ დღეს ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მუზეუმი, ისევ როგორც სხვა მუზეუმებიც იყოს თანამედროვე სტანდარტებზე და თანამედროვე სტანდარტი ნიშნავს, რომ მუზეუმი არის გარდა ცოდნის აგრეთვე დასვენების ადგილიც, მაგრამ არის ის ადგილი, სადაც შერწყმულია ეს ყველაფერი. ჩვენი მუზეუმის ძირითადი მიმართულება ზოგადად არის ხელოვნების და მეცნიერების სინთეზი და რა თქმა უნდა ისტორიის და აი ახლა ეს დარბაზი ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ჩვენ გვაქვს მაგალითად დროებითი გამოფენა. აი დღეს აქ ჩვენ წარმოვადგინეთ უახლესი აღმოჩენები დმანისით. და რატო? ეს იყო მსოფლიო მეცნიერების წინა ხაზზე ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს ხდება საქართველოში და ჩვენ შევეცადეთ, რომ მნახველებმა ნახონ რა ხდება ახალი მეცნიერებაშიც. ანუ მუზეუმი იყოს დინამიური ცოდნის გავრცელებაშიც და საერთოდ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დღევანდელი მუზეუმი იყოს მომავალზე ორიენტირებული და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ახლა რამდენად გამოგვდის ეს უკვე თქვენ თვითონ ნახავთ, მაგრამ აქ ახლა ეს უახლესი აღმოჩენა, სულ ნახოთ ესეც. ეს არის ასლი დმანიში აღმოჩენილი ერთ-ერთი თავის ქალი. ჩვენ მას ვეძახით მეხუთე რიგით მეხუთე იყო. ეს არის 1.8 მილიონ წლის დაახლოებით ორჯერ უფრო იმაზე ძველი, რაც ადრე გვეგონა. ეგონათ მეცნიერებს და ეს აღმოჩენა, რომელიც ბევრი სამეცნიერო და პოპულარული გამოცემის თემა იყო შარშა, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის ყველაზე სრულყოფილი. და ძალიან კარგად შემონახული. ასე რომ ეს ერთის მხრივ არის საინტერესო და მეორეს მხრივ არის მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვცდილობთ, რომ მუზეუმში გაჩნდეს თანამედროვე ტექნოლოგიაც, ექსპონატები გარდა ვთქვათ, მშრალი ინფორმაციისა იძლეოდნენ საშუალებას მათზე მეტი ინფორმაციის მიღების და ამისთვის არის შექმნილი სწორედ ეს კომპიუტერული სენსორული ეკრანების სისტემა, რომელიც გიყვებათ სწორედ უფრო მეტ ინფორმაციას გაძლევს, ვიდრე არის წარმოდგენილი. ეს არის თანამედროვე კიდევ ერთი მოთხოვნილება ალბათ ნებისმიერი მნახველის, რომ გარდა იმისა, რასაც ყველა იღებს, მიიღოს უფრო მეტი. ეს მუზეუმი საბოლოოდ დამთავრებული არ არის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე დარბაზი, რომელიც სრულყოფილად არის, მაგრამ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ექსპოზიციების აწყობა. ეს იმის გამოც ხდება, რახან ეროვნული მუზეუმი სხვადასხვა მუზეუმებს შეიცავს. ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს მთავარი მუზეუმი სხვებსაც უნდა დაეხმაროს. ამიტომაც ხშირად ბევრი კოლექციები დროებით ბინავდება აქ, ემზადება სხვა საგამოფენო სივრცეებში წასასვლელად. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ის გამოფენები უკვე რაც არის, ყველა საინტერესოა, ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენი ქვეყნის ისტორიას
სოფლიო კონტექსტში და ის ახალი გამოფენებიც, რომელიც დაემატება როგორც მუდმივ მოქმედი, ისე დროებითი, სწორედ ამას მოემსახურება. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მუზეუმია. მისი ისტორია პირდაპირ უკავშირდება საერთოდ მუზეუმის დაარსებას თბილისში. მუზეუმის დაარსების ისტორია 1852 წელს იწყება. თავდაპირველად ეს იყო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი და შემდეგ გუსტავ რადეს ინიციატივით მის საფუძველზე ჩამოყალიბდა კავკასიის მუზეუმი. ახალ მუზეუმს ტექნიკური ლაბორატორია და ეთნოგრაფიული კაბინეტი დაემატა, ასევე ზოოლოგიური და ბოტანიკური განყოფილებებიც. 1891 წელს გაზეთი დროება წერდა. ისეთი მუზეუმი, როგორც ახლა აქვს ჩვენს ქვეყანას, ბევრ ევროპის ქალაქს დაამშვენებდაო. ჩვენს პირდაპირ არის ყოფილი მეფის ნაცვლის სასახლე, სადაც დღეს არის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. ანუ აქ იყო ფაქტიურად ძალაუფლების ცენტრი მთელი ამიერკავკასიის და მე-19 საუკუნის შუა წლებში დადგა საკითხი იმისა, რომ აი ამ ხელისუფლების ცენტრის მოპირდაპირე მხარეს უნდა აშენდეს მუზეუმი. კავკასიის მხარე ვითარდებოდა, ასევე ვითარდებოდა აქ ლოკალური მხარეთმცოდნეობა და 1860-იან წლებში აშენდა პირველი კავკასიის მუზეუმის შენობა. ეს კავკასიის მუზეუმის შენობა იდგა აი ამ სახლის სამხრეთის ნაწილის ადგილას, სადაც ვახუშტის გეგმის მიხედვით იყო არაგვთა ერისთავის სასახლე, რომელიც არ შენარჩუნდა. იქ აშენდა არქიტექტორ ზალცმანის პროექტით ერთსართულიანი შენობა. ზალცმანი იყო საკმაოდ ცნობილი თბილისელი არქიტექტორი. მას ეკუთვნის ასევე ეროვნული გალერეის შენობა რუსთაველის პროსპექტზე, მიხეილის საავადმყოფო აღმაშენებლის პროსპექტზე და მთელი რიგი სხვა შენობა. რამდენიმე წელიწადში მოხდა ამ შენობის დაშენება არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის პროექტით. ბილფელდი ცნობილია თბილისში თუნდაც იმით, რომ ააშენა ქვაშვეთის ეკლესიის შენობა. მაგრამ მე-19 საუკუნის მიწურულს უკვე აი ეს ორსართულიანი კოხთა კოლონებიანი შენობა უკვე ვერ ყოფნიდა კავკასიის მუზეუმის კოლექციებს. მაშინ დადგა საკითხი, რომ აეშენებინათ პრინციპულად, ესე იგი, სხვანაირი დიდი შენობა, სადაც მოთავსდებოდა უამრავი კოლექცია კავკასიის მუზეუმის. 1910 წელს გაიმარჯვა კონკურსში კორნელი ტატიშევის პროექტმა. პროექტი იყო აღმოსავლურ სტილში, ანუ შენობა იყო დაახლოებით როგორც აი ესე რომ ვთქვა ზოგადად, როგორც არის ახლა ოპერის შენობა, თავისი კოშკურებით, სტალაქტიტებით, ну და სხვა აღმოსავლური ელემენტებით. დაიწყეს მშენებლობა, ძირითადად შენობა ააშენეს, მაგრამ 1914-ში დაიწყო ომი, პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ მოხდა ერთი რევოლუცია, მეორე რევოლუცია, მერე იყო პირველი რესპუბლიკის ძალიან რთული პერიოდი, მერე იყო წითელი არმიის შემოსევა და მხოლოდ 20-იან წლებში დადგა ისევ საკითხი იმისა, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს შენობა. შენობა იდგა, ასე ვთქვათ, შენობის კარკასი იდგა, აშენებული, თავისი შეისრული თაღებით. შეისრული თაღები დარჩა დღეს მხოლოდ ეზოს მხრიდან შეგიძლიათ ნახოთ, აი ეს პირვანდელი აღმოსავლური სტილისგან რაც დარჩა. 1919 წელს მუზეუმს საქართველოს მუზეუმი ეწოდა და ის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვის ცენტრად იქცა. 1923 წელს მუზეუმის რეორგანიზაცია იყო დაგეგმილი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და მუზეუმი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 20-იან წლებში მოგეხსენებათ, აი სადაც იყო მეფის ნაცვლის სასახლე, იქ უკვე იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობა და მთავრობის შენობის მოპირდაპირე მხარე უნდა ყოფილიყო რაღაც აშენებული ნორმალური და არა რაღაც მშენებარე დაუსრულებელი შენობა. ასე რომ 1923 წელს უკვე დადგა საკითხი იმისა, თუ როგორ უნდა დასრულებულიყო ეს შენობა. ეს აღმოსავლური, აი ესეთი არაბესკული სტილის შენობა უკვე არ აკმაყოფილებდა არავის, არ უნდოდა ძალიან უცხო იყო თბილისისთვის. და გახდა ამ პროექტის გადაკეთება მოხდა არქიტექტორ სევეროვის მიერ. სევეროვი იყო ძალიან ცნობილი, ფაქტიურად ქართველი არქიტექტორი, იმიტომ ბრწყინვალედ ჰქონდა შესწავლილი ქართული არქიტექტურა. რამდენიმე შენობა აქვს აშენებული თბილისში, თუნდაც თამარ მეფის ხიდის მისი პროექტით არის გაკეთებული.
და სევეროვმა გააქართულა ეს აღმოსავლური პროექტი. გადააკეთა, ანუ შეისრულია თაღების შეცვალა ქართული თაღებით და თქვენ რო ნახოთ ლავგარდენი ზევით და თაღების ქუსლები გამოყენებულია ეს დეკორატიული მოტივი, როგორც პატარა ქვევრები თუ ხედავთ. ასეთივე ქვევრები არის ალავერდის ტაძრის გაფორმებაში გამოყენებული. ალავერდის ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის ნიშებში ზემოთ არის ზუსტად ასეთივე ბარელიეფი. და ალავერდის ტაძრის აზომვით სამუშაოებს ისევ და ისევ ხელმძღვანელობდა არქიტექტორი სევეროვი. ანუ ალავერდის ტაძარი და ეს შენობა რაღაც დეკორატიული ელემენტით მაინც არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. 1920-იანი წლების ბოლოს დასრულდა ამ შენობის მშენებლობა. 1929 წელს, როდესაც მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, მუზეუმს დაუბრუნდა თავისი ძირითადი საგამოფენო ფუნქცია. 1933 წელს თითქმის ყველა განყოფილებასთან ჩამოყალიბდა სამეცნიერო სექციები და მასში ქართველი მეცნიერების მთელი ელიტა მონაწილეობდა. 1941 წელს დაწყებულმა მსოფლიო ომმა მუზეუმზეც იქონია გავლენა და როდესაც გერმანული ჯარი კავკასიონს მოადგა, გადაწყდა ექსპონატების ევაკუაცია. 1945 წელს პარიზში წაღებული განძი ქვეყანას დაუბრუნდა და სიმონ ჯანაშიას მეთაურობით მოხდა ექსპონატების აღწერა და აღრიცხვა. სიმონ ჯანაშიას გარდაცვალების შემდეგ მუზეუმს მისი სახელი ეწოდა. ეზოდან ჩანს ძველი ფასადი კავკასიის მუზეუმის, რომელზეც მოგიყევით, რომ ეს იყო აღმოსავლურ სტილში დაპროექტებული შენობა, შეისრული თაღებით, ფასადი შეიცვალა სევეროვის პროექტის მიხედვით და აქ ჩვენ ვხედავთ შეისრულ თაღებს, რომელიც, ასეთი ტიპის უნდა ყოფილიყო მთელი შენობა პირვანდელი ტატიშევის პროექტის მიხედვით. ეზოს მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ყოფილი ქალთა გიმნაზიის შენობას. ამას ერქვა ოფიციალურად Ее императорского высочества великой княгини Ольги Фёдоровны первая женская гимназия города Тифлиса. შენობა აშენებულია 1860-იან წლებში, ისევ და ისევ არქიტექტორ ზალცმანის პროექტის მიხედვით. ზუსტად იმ ზალცმანის, რომელმაც ააშენა კავკასიის მუზეუმის პირველი პატარა შენობა რუსთაველის პროსპექტის კუთხეში. აქვე. ეს პირველი ქალთა გიმნაზია იყო საკმაოდ ცნობილი თბილისში. აქ სწავლობდა 1905-7 წლებში დაახლოებით 1000-მდე მოსწავლე. 1950-1990 წლები ყველაზე წარმატებული იყო მუზეუმის ისტორიაში და დამთვალიერებელთა რიცხვმა წელიწადში 450,000 მიაღწია. 2004 წელს მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შევიდა და დაიწყო მისი რეფორმა. რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები და უკვე 2011 წელს მუზეუმი კვლავ გაიხსნა დამთვალიერებელთათვის. შენობას ჰქონდა რაღაც გარკვეული აურა, რომელიც ჯერ რომ მუშაობა დავიწყეთ, შესაძლებელი გახდა. თანაც ძალიან ფაქიზი ჩარევა გვინდოდა არქიტექტორებს ისე რომ ეს ცვლილება არ იყოს თვალშისაცემი და მე მგონი ძალიან სწორი ხერხი მოუძებნეთ ბოლოს და ბოლოს და დაგეთდა ეს ფასადი, ჩაიხსნა პანჯრები და მივიღეთ ძალიან ბევრ რამე შეველიეთ იმისთვის რომ მუზეუმი უფრო საზოგადოებრივი სივრცე წინ წამოსულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საერთოდ კონცეფცია ჰქონდა კარგად ჩამოყალიბებული და ხედვა მუზეუმის ადმინისტრაციას. სწორედ ამან შეცვალა ის, რომ ჩვენი ხედვაც აყვა ადმინისტრაციის აი ამ უკვე ჩამოყალიბებულ კონცეფციას. ეს იყო ესეთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი იმისკენ, რომ მუზეუმი გახსნილიყო თავისი საცავებით, ფონდებით და მეტი მნახველი მიეღო და რასაც დაგათვალიერებინებთ, ახლა სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა. მუზეუმის კონცეფციაზე რამოდენიმე წელი მიდიოდა მუშაობა, თუმცა პარალელურ რეჟიმში უკვე რეკონსტრუქცია დაწყებული იყო და ჯგუფი ქართულ ამაზე ძალიან დიდი ხანი მუშაობდა. ამ პერიოდში ჩართული იყო კონცეფციის შექმნაზე ასევე ფრანგი ძალიან კარგი არქიტექტორი, ესეთი მუზეუმების არქიტექტორი ჟან-ფრანსუა მილუ, რომელმაც დადო მთლიანად სამუზეუმო ქუჩის ძირითადი კონცეფცია. და სწორედ ერთ-ერთი ნაწილი არის მისი ჯანაშიას მუზეუმი. საქართველოს ისტორიის მუზეუმი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეველიეთ რაღაც გარკვეულ საგამოფენო სივრცეს და დავკარგეთ, მიუხედავად ამისა მრავალფუნქციური გახდა უფრო. თვითონ მუზეუმი ღია, ეზოც გაიხსნა და რაც მთავარია, ჩვენ მივიღეთ ისეთი ორგანიზმი, რომელიც ქალაქში კარგად ჩაეწერა და საბოლოო რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ უკვე გულისხმობს
როგორც ხელოვნების მუზეუმს, ისე ეროვნულ გალერეას ეს ყველაფერი ერთ კომპლექსში მოგცემს სწორედ იმ შედეგს, რისთვისაც ამდენი წელი იყო მუშაობა. არქიტექტურული ჯგუფისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ შენობის ხორცთან შეხება ყოფილიყო ძალიან ფაქიზი და უბთქილმეულო. და ჩვენ ძალიან დიდი სიამაყით ვამბობთ ხანდახან, კომპლიმენტათაც კი ვიღებთ სხვადასხვა ჩვენი კოლეგებისა თუ მოქალაქეების ფრაზას, რა შეცვალეთ ფასადზე, ესეთი კითხვაც გამიგია. ეს მართლაც კომპლიმენტად მიმაჩნია, იმიტომ რომ სინამდვილეში ფანჯრები, რომელიც აქ იყო, ჩაიხსნა და გახდა ვიტრაჟები და მთავარი შესასვლელობა სწორედ ერთ-ერთ ფლიგელში გადმოინაცვლა მუზეუმის და ჩვენ უკვე ვხვდებით დიდ საზოგადოებრივ სივრცეში, რომელიც მუზეუმს სხვადასხვა მიმართულებით გიხსნით. ინტერიერში ამოცანა იყო ესეთი, რომ გაზრდილიყო საზოგადოებრივი სივრცე და თანამედროვე მუზეუმის დღევანდელი ხედვა სწორედ ეს არის. იყოს რაც შეიძლება დიდი საზოგადოებრივი სივრცე, ამავე დროს საზოგადოებრივი სივრცე გამზადებდეს უკვე მოსულ ადამიანს სამუზეუმო აღქმისთვის და აქ ხედავდე იმ ნივთებს, რაზეც მომავალში მუზეუმი გიყვება. პარალელურად ეს არის სივრცე კომერციულიც და ამ სამეცნიერო და კომერციულ მრავალფუნქციური სივრცე არის. აქ უნდა იყოს მაღაზია, აქ უნდა იყოს კაფე, აქ უნდა იყოს შეხვედრების ადგილიც და სწორედ ეს იყო ჩვენი მიდგომაც არქიტექტორების, რომ ჩამოგვაყალიბებინა ისე, რომ მარტივი გასვლა დროებით საგამოფენოში, მარტივი გასვლა თვითონ მუზეუმის სხვადასხვა სართულებზე დასათვალიერებლად. და რაც თავარია სასიამოვნო გარემო, მინიმალისტური, რაც საკვირველია, მაგრამ სასიამოვნო გარემო ადამიანისთვის, რომელიც მოსვენებას აპირებს. ამ სივრცეს თავისი გაგრძელება აქ უკვე ესე ვთქვათ, საზოგადოებრივი სივრცე მეორე პლანი ეზო, რომელიც ასევე მუზეუმის სერიოზული ნაწილი. ულამაზესი ეზო იყო გამწვანებული და ჩვენ თლიანად შევცვალეთ კონცეფცია, მაგრამ ესეც სწორედ დღევანდელ სამუზეუმო მოთხოვნებზე არის ამ პრინციპიდან გამოვედით. რა ჭირდება მუზეუმს, როგორ შეიძლება მუზეუმს თავისი შემოსავალი კონდეს და რა არის მთავარი საგანმანათლებლო სივრცეები, სამეცნიერო ლექციები და თავისთავად მეცნიერებისთვის კარგად მორგებული სივრცე. ყველაფერი ეს აი ამ ორმა საზოგადოებრივმა სივრცემ ნაწილობრივ იტვირთა. კონცეფციის მთავარი ნაწილი იყო კავშირი რუსთაველის პროსპექტსა და გუდიაშვილის ქუჩას შორის. სწორედ ეს ეზო არის აი ერთგვარი ამ ძეცქვში არის კარგად ჩამჯდარი, რადგან ასევე საზოგადოებრივ სივრცედ გადაყედა ის კომუნისტური გაგების ეზო, ლამაზი, მართლაც ლამაზი გამწვანებული ეზო იყო, მაგრამ ძველი ყაიდის, რომელიც მხოლოდ მუზეუმის თანამშრომლებისთვის იყო ღია და სხვა ადამიანი აქ ვერ წხვდებოდა. დღეს ამ ეზომ შეიძინა სხვა ფუნქცია, ეს არის საზოგადოებრივი სივრცე. ეს შეიძლება ვთქვათ, რომ საკმაოდ ცოცხალი ორგანიზმია მუზეუმში, რომელიც აკავშირებს გუდიაშვილსა და რუსთაველის პროსპექტს. აქ ტარდება ძალიან ხშირად კინოჩვენებები, სალექციო სივრცე არის ძალიან კარგად მოწყობილი, საგანმანათლებლო სივრცე, ეზოს აქვს თავისი კაფე და აი ესეთი თანამედროვე მიდგომა, რომელმაც მისცა საშუალება სხვა ცხოვრებით დაეწყო მუზეუმის ეზოს ფუნქციონირება. ცდელობა იყო იმისი, რომ მიგვეღო საკმაოდ დიდი სივრცე, სადაც სიამოვნებით თბილისის სტუმრები თუ თბილისელები შემოვლენ და მოისვენებენ, დალევენ ფინჯან ყავას, ისაუბრებენ და პარალელურად მათი ბავშვებისთვისაც რო ყოფილიყო საინტერესო, როგორც სათამაშო, ასევე აი თამაშის შემდეგი ნაწილია სწორედ შემეცნება და მუზეუმი. ეს ერთგვარი ძეწკვია, როგორ უნდა დაიწყოს ახალგაზრდისთვის მუზეუმში მოსვლა, მოწონდეს ეს სივრცე და მოწონდეს და შემდეგ უკვე სამეცნიერო ნაწილს ეზიაროს. ეზოს თავისი სამეცნიერო ნაწილიც უნდა გააჩნდეს და ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ თვითონ ეზოშივე დაიწყება პირველი გამოფენა შეხვდებათ აქა. ეს არის რამოდენიმე ფიტული, ამისთვის კეთდება უზარმაზარი კეისი და მუზეუმი უკვე მზად არის, რომ ეს შემატოს ეზოს და აი
ეს ორი დეტალი სამეცნიერო ნაწილი, რომელიც იმედია ზაფხულისთვის უკვე დასრულებული იქნება და კაფე, რომელიც გააცოცხლებს აქაურობას, შექმნის აბსოლუტურად სხვა აურას და უკვე მუზეუმი, ესე ვთქვათ, სრულყოფილად წარდგება ჩვენი მოქალაქეების წინაშე. მუზეუმს წინ საინტერესო გეგმები აქვს, უკვე შეიქმნა პროექტი, რომელიც გულისხმობს ამ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მუზეუმების უბნის შექმნას. მსგავსი პროექტი არსებობს უკვე ბერლინში და მუზეუმების კუნძული, რომელიც ბერლინში არსებობს, 5 მუზეუმს აერთიანებს. საქართველოს ამ პროექტს სწორედ ბერლინის მუზეუმების კუნძულის სპეციალისტები უწევდნენ კონსულტაციას. ეს პროექტი დედაქალაქის ცენტრის ხელოვნების და ცოდნის გამავრცელებელ უბნად გარდაქმნას გულისხმობს. აი ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ ადგილას, რომელიც საიდანაც ჩემი დიდი იმედით მალე დაიწყებს მუზეუმი ახალ შესასვლელს შეიძენს. ეს არის გუდიაშვილის ქუჩა და სწორედ ეს ნაკადი, რომელიც ამ ქუჩას მომავალში ეყოლება, მოქალაქეებს გულისხმობ. ამ ქუჩაზე საინტერესო რამ ხდება, ესე იგი 4 სერიოზული მუზეუმი არის აკინძული, მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსი. ერთგვარი კულტურული ზონაა. ალბათ მსგავსი ქუჩა ქალაქს არც გააჩნია მეტი, აი ესეთი დახუნძლული კულტურული მნიშვნელობის სხვადასხვა ინსტიტუციებით. სწორედ ამ პროექტზე და მასტერ პლანზე მიდიოდა საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა და ბატონი ჟან-ფრანსუა მილუ, რომელიც არის ავტორი ამ კონცეფციის, მან ჩადო აი ეს მასტერ პლანში ჩადო ის იდეები, რომელსაც დღემდე მივყვებით და ნელ-ნელა ხორციელდება. ეს არის ხელოვნების მუზეუმი, თავისი უზარმაზარი საცავით, თვითონ ჯანაშიას მუზეუმი, ეროვნული გალერეა და მოგეხსენებათ აკარი გურდიაშვილის მუზეუმი, აქ არის პატარა მუზეუმები, შენდება დიდი მუზეუმი, 2 მუზეუმი შენდება ქუჩაზე. ასე რომ ამ ქუჩას თავისი გარკვეული სახე უნდა ქონოდა. და ამ სახეს იმედია წლების რაღაც გარკვეული ხნის მანძილზე შეიძენს. ასე რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ საფეხმავლო ზონას, რომელიც პუშკინის სკვერიდან იწყება და ხელოვნების ეროვნულ გალერეასთან თავდება. ლიტერატურის მუზეუმის ჩათვლით ეს იქნება ერთი ზონა, რომელიც აი დაკავშირდება ამ საფეხმავლო ქუჩით. მნიშვნელოვანია, როდესაც ქალაქს გააჩნია აი ესეთი შინაარსის, იქნება სამეცნიერო, კულტურული შინაარსის ზონა, საფეხმავლო ზონა. მთლიანად ეს ბუნებრივად გამოდის კულტურული ცენტრი. პირდაპირ ვიტყვი გული შეიძლება ითქვას და ესეთი ჩვენ ამბიციური სახელიც ჰქონდა ქართული კულტურის აკროპოლისია. და ეს თავისთავად ეს იდეა მე-19 საუკუნეში უკვე გაჩნდა, ასე რომ ახალი ამაში ჩვენ არაფერი არ მიგვიტანია. უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ ამის განვითარებას და თუ ეს ყველა შენობა მიიღებს სწორედ იმ ფორმას, როგორც ჩვენ და ქალაქის ცხოვრებლებს უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის ცენტრში თბილისში მიღებული იქნება სწორედ ის სინთეზი, რაც არის ერთის მხრივ კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება, მეორეს მხრივ დროის გატარება, დათვალიერება და რა თქმა უნდა ტურიზმი. ეს იდეა არსებობს ყველგან და ყველა დიდი ქალაქი ცდილობს, რომ შექმნას ეს მიზიდულობის ადგილი, სადაც შემდგომში უკვე თვითონ კერძო სექტორიც უფრო მეტად განვითარდება. ასე რომ ეს ეროვნულ მუზეუმს ბუნებრივად უკავია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი. მუზეუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის მისი ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის ისტორია 1852 წელს მუზეუმის დაარსებასთან ერთად იწყება. 1868 წელს მას საჯარო ბიბლიოთეკა შეუერთდა და მხოლოდ 55 წლიანი თანაარსებობის შემდეგ გამოეყო. მას შემდეგ მუზეუმის ბიბლიოთეკა დარჩა კავკასიათმცოდნეობის ძირითად ბიბლიოთეკად. დღეს მუზეუმის ბიბლიოთეკაში 280,000-ზე მეტი წიგნი ინახება. 90-იან წლებში არსებულ მძიმე მდგომარეობამ მუზეუმის ბიბლიოთეკაზე უარყოფითი გავლენა იქონია და 2006-2012 წელში მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყო ბიბლიოთეკის განახლების პროცესი. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები ყოველთვის იყვნენ ძალიან განათლებულები, ფლობდნენ რამოდენიმე უცხო ენას და საერთაშორისო აღიარებული დონის მეცნიერები. ზრუნავდნენ კიდეც ბიბლიოთეკის განვითარებაზე. თვითონ მიხეილ ვორონცოვი ცნობილია, იწერდა ყოველთვის 2 ეგზემპლარს.
აი რაც კი არსებობდა და მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ როდესაც საჯარო ბიბლიოთეკა თავისთვის წავიდა და ჩვენ დამოუკიდებლად დავრჩით, ყველა ეს უნიკალური მასალა და ფონდი ჯანაშიას ბიბლიოთეკას დარჩა. წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მე ეს ივსებოდა და აქედან გამომდინარე, მას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ფონდიც მრავალფეროვანი, საინტერესო და შინაარსიანი გახლავთ. მაგრამ ისტორია, როგორც ჩვენ სახელმწიფოში, ჩვენს ბიბლიოთეკაშიც ასეთივე მრავალფეროვანი აღმოჩნდა და 2005 წლებში, როდესაც როგორც იქნა ჩატარდა დიდი რეაბილიტაცია ზოგადად ეროვნული მუზეუმის, ჩვენ ბიბლიოთეკასაც ეს შეეხო. ამიტომ ჩვენ მოგვიხდა ჩვენი ყოფილი საცავების დროებით დაკონსერვება და მერე მისი ხელახალი რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია. ასე რომ თქვენ ამ წუთას იმყოფებით არაძველი ბიბლიოთეკისთვის კუთვნილ საცავებში, არამედ უკვე სრულიად ახალ გარემონტებულ საცავებში, სადაც შექმნილია კლიმატ კონტროლი, დაცულია ყველა პირობა და უპირველესი რაც მოხდა აი ამ რეინვენტარიზაციის დროს, აეწყო ის უნიკალური რარიტეტული ფონდი, რომელიც მოიცავს მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20 საუკუნეების წიგნად დოკუმენტებს. ეს გახლავთ რარიტეტული ფონდი, რომელიც იწყება მე-16 საუკუნიდან და მოიცავს მე-20-21 საუკუნის წიგნად დოკუმენტებს. თემატური მრავალფეროვნება იმდენად დიდია და საინტერესო, რომ ზოგჯერ შეიძლება დაიბნაკიდეთ, მაგრამ მოდით დავიწყოთ ჩვენი ქართული ძველი საეკლესიო ნაბეჭდი წიგნებით, რომელიც სიამაყეა ნამდვილად ჩვენი ფონდის სიამაყე გახლავთ. ეს გახლავთ 1709 წელს, როდესაც პირველად საქართველოში სტამბა გაიხსნა ჩვენი დიდი ვახტანგ მე-6-ის დამსახურებით. ვახტანგ მე-6-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარებები, აი მაგალითად მე ზედმეტად არ შევეხები, ხო, იმიტომ რომ ძალიან ისეთ მდგომარეობაშია არასასურველში მთლად. რომელსაც აწერია, რომ ეს დაბეჭდილი 1709 წელს ვახტანგ ლევანის ძის მიერ. ეს გახლავთ ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, ესეც სახარებაა, რომელსაც აქვს მინაწერი ერეკლე მეფის ვაჟიშვილის, გიორგი მე-12-ის შვილიშვილს უჩუქებია. მოგეხსენებათ, ბაგდატიონები დევნილები იყვნენ 1803 წლიდან და ამიტომ რუსეთში და საზღვარგარეთ უხდებოდათ მათ მოღვაწეობა და პარიზში აქვს შეძენილი ვიღაც რატიევს 85 ფრანკად და მისი გამოცემა აი მხოლოდ ამის მერე მოხერხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოოქროვილია, მაგრამ ეხლა ეს ასე კარგად აღარ ჩანს სამწუხაროდ. ეს არის მაგალითად დაუჯდომელი, აი ეს უკვე არის სახარება, მაგრამ უკვე მე-19 საუკუნის გახლავთ და იგრძნობა კიდეც ვიზუალზე. მეფის რუსეთის დროს არის გამოცემული 1823 წელს. აქეთ ჩვენ ვხედავთ ჟამნი, კონდაკნი, განმარტებები, სხვადასხვა ტიპის რელიგიური საკითხავი წიგნები. ძალიან საინტერესოა აი ეს მხარე, სადაც ჩვენ ასევე გაგვაჩნია ბაქარის ბიბლია. ესეც ჩვენი ბაგრატიონების სამეფო საგვარეულო ოჯახის წარმომადგენლობის ნაღვაწი გახლავთ, ისინი სწორედ მოსკოვსა და პეტერბურგში ცხოვრობდნენ მე-19 საუკუნეში. აქ არის პარაკლიტონები, ბაქარის ბიბლია, ასევე ვახტანგ მე-6-ის მემკვიდრეები, რომლებიც მე-18 საუკუნის შემდეგ აღარ ცხოვრობდნენ და გადაიხვეწნენ და უდიდესი ქართული სათვისტომო იყო შექმნილი რუსეთში და საბედნიეროდ არ გაქრა ეს ყველაფერი ჩვენამდე მოაღწია. აქეთ მოდის პარაკლიტონები, კონდაკნი, სადღესასწაულოები, ტრიოდიონები. იცით, ეს არის ზოგი დილით იკითხება, ზოგი საღამოს გარკვეული დატვირთვა აქვს მათ ყველას. აქეთ გაგვაქვს სომხური ნაბეჭდი ძველი წიგნების განყოფილებაც. ეს გახლავთ 12D, რომელიც არის მხატვრული ლიტერატურა და აი მხოლოდ ერთგვარს დაგესახელებთ, რომელიც ალბათ საინტერესო იქნება, ვოლტერის 54 ტომი გაგვაჩნია. ეს ის ვოლტერია, რომელიც დენი დიდროსთან, ჟან-ჟაკ რუსტოსთან და მონტესკიესთან ერთად ქმნიდა მე-19 საუკუნის მსოფლიო ცივილურ აზროვნებას და რომელსაც ხოთაშორის ეთაყვანებოდა გიორგი მე-12-ის, თვითონ გიორგი მე-12, რაზეც სულ წუხდნენ და არ იყო თითქოს ეს თქვა დადებითი, განათლებული ძალიან იყო, მაგრამ რელიგიიდან იყო ცოტა შორს და ამიტომ აი აქ არის მონტესკიეს ნაშრომი, ეს დიდი კანონმდებელი, ფრანგი კანონმდებელი, რომლის სამართლას თალზეც დაფუძნდა ფაქტიურად თანამედროვე სახელმწიფო ხელისუფლების გადანაწილების პრინციპი.
ეს გახლავთ ეთნოგრაფიული განყოფილება და ეთნოგრაფიული განყოფილება იმდენად საინტერესოა, რომ ის პირდაპირ ისტორიასაც კი გვთავაზობს. აი მე სპეციალურად შევარჩიე ბრონევსკი მაგალითად გადმოვიღოთ. ვაი. ბრონევსკი რომელიც აღწერს 1825 წელს კავკასიაში მაცხოვრებელი ხალხების გეოგრაფიას და იმდენად საინტერესოა, ისე დეტალურად და ყველაფერი ჩამონათვალი და საინტერესო ის არის, რომ ბრონევსკი არ არის მაინც და მაინც ცნობილი ზოგადად აი სხვა მოგზაურები ბევრად უფრო პოპულარულია საქართველოში ვიდრე ბრონევსკი, მაგრამ დატვირთვა ძალიან დიდი აქვს მას. რუსეთის საიმპერატორო კარი რომ ზრუნავდა და კავკასიის შემადგენლობა და ხალხების ისტორია რომ ნაცოდნოდა, აი თუნდაც ეს გამოცემაც კი მეტყველებს. ანუ კავკასიაში შემავალი ხალხების ჩაცმულობა, აღწერილობა, გარდაცვალების რიტუალები, ყველაფერი დეტალურად გახლავთ წარმოდგენილი. ძალიან საინტერესოა, მე პირადად გამაოცა, როდესაც მე უკვე ფუნდამენტალურად მომიხდა ამ ყველაფრის დალაგება. ეს არის ისტორიული განყოფილება. ჩვენ გვაქვს რუსეთ-თურქეთის ომები, რომ 6 რუსეთ-თურქეთის ომი ცნობილი, რომელიც მე-19 საუკუნეში რუსეთმა გადაიხადა ოსმალების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ეს ჩვენ გვეხება და ამიტოა საინტერესო. აი ისე დეტალებში აქვთ გაწერილი რომელ ომში როგორ უნდა ემოქმედათ და რა უნდა გაეკეთებინათ, რომ მე პირადად აღარ მიკვირს რატომ გახდა რუსეთი ასეთი მძიმეწონიანი მოთამაშე და დღეს ამხელა მასშტაბები აქვს მას. ანუ პლუს მინუსები რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების. ისინი თავისთვის აკეთებენ, მაგრამ დღეს ყველაფერი ჩვენთვის ღირებული მასალაა. მე-11 განყოფილებაში წარმოდგენილია ეგრეთ წოდებული ვოიაჟები, ანუ მოგზაურობები და ყველაზე მთავარი ყველა ენაზეა თითქმის ლიტერატურა, თითქმის აი მსოფლიოს ენაზე, რაც კი შეიძლება რომ იყოს ყველაფერი გაგვაჩნია. და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მაგალითად ძველი გუთური წიგნები. გუთები ესენი იყვნენ გერმანული მოდგმის ტომები, რომლებმაც პრაქტიკულად ევროპა შექმნეს და ევროპის ისტორიის ფუძემდებლები ისინი არიან. და რა თქმა უნდა გერმანელი ხალხისთვის ისიც საინტერესოა ალბათ რომ მათი ისტორია ასე მრავალფეროვანი და გაშლილია. აი აქ ჩვენ უკვე ვართ კანონიკური განყოფილების ეგრეთ წოდებული რელიგიის ისტორიის განყოფილებაში. მერე მოდის უკვე ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამართალმცოდნეობა, გვაქვს ბიოლოგიაც, ბოტანიკაც და მოკლედ არ არის თემატური განყოფილება რომ ჩვენ არ გქონდეს. რარიტეტული წიგნადი დოკუმენტების მერე ჩვენ ახლა ვართ პერიოდიკის განყოფილებაში. ანუ ჟურნალ-გაზეთები და აქ საამაყოა ისევ ჯანაშიას ბიბლიოთეკისთვის ის რომ ილიას როინდელი პრესა მთლიანად დაცულია ჩვენს ფონდში და თუ კი მე-19-მე-20 საუკუნეში რამე იბეჭდებოდა და გამოდიოდა ჩვენ ყველაფერს ფლობთ. აი მაგალითად წარმოდგენილია ილიას ივერია, დროება, ცნობის ფურცელი, კვალი. ხოთაშორის ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოში პოლიტიკური პარტიები ყალიბდება, მაშინ და აი ეს მთელი ისტორიული და პოლიტიკური ბატალიები, რაც იმართებოდა პოლიტიკოსთა შორის, სწორედ ამ გაზეთების გვერდებზეა აღწერილი და ამიტომ ფასდაუდებელია ის მეცნიერთათვის და მკვლევართათვის. აქ შიგნით უკვე გვაქვს ჩვენ სხვადასხვა ტიპის ჟურნალ-გაზეთები, გვაქვს ისეთებიც, როგორიც არის მაგალითად ქართული ეკლესიის საწინააღმდეგოდ მიმართული გუშაგი, როგორ ერთიანდებოდნენ მაშინდელი ახალგაზრდა ბიჭები 20-30-იან წლებში სტალინის ბრძანებით, როგორ ესხმოდნენ თავს საკუთარ ნათესავებს აღდგომის ღამეს და ამას დიდი წარმატებით აკეთებდნენ. ცნობის ფურცელი ძალიან მაღალი დონის არის. მე ივერია ყოველთვის მეგონა რომ ბევრად ჯობდა სხვებს, მაგრამ აი როცა გადავათვალიერე და კარგად ნახე ყველაფერი, ცნობის ფურცელი იმაზე მეტად დიდარია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ვინმეს გონია. და განსაკუთრებით პოეტებისთვის, ხატრებისთვის, დიზაინერებისთვის, აი როგორ ცხოვრობდა მე-19 საუკუნის ქართველობა, ძალიან კარგად არის ეს წარმოდგენილი. ესეთი სურათებია ძალიან ექსტრავაგანტული და თანამედროვე, სიცილ ხარხარში რომ გაატარებ, ვაი ეს მე-19 საუკუნეა, იტყვი, მაგრამ ეს არის, ანუ ყოველთვის ვიყავით რაღაცა მოდერნისტები, როგორც ჩანს და იმ ძველს და ტრადიციულს და ძალიან კარგად უხამებდა ჩვენი წინათაობა, ახალს და ლიბერალურს და საინტერესოს. აი ფაქტია, რომ არჩებოდათ ჩვენს წინაპრებს არც ერთი ღირებულება, იცით, არც პოლიტიკური და არც კულტურული თვალსაზრისით ეს დატვირთვა არის, იგრძნობა ყველა. რეკლამაც იცოდნენ, წარმოჩენაც იცოდნენ, მიწოდებაც იცოდნენ. საინტერესოა, აი ნამდვილად, აი მაგალითად იყალთო, სასმელი იყალთო. ნახეთ, წარმოდგენილია. და ის
ციფრიც კი დასახელებული, რამდენი გამოიშვა, იყო თუ არა მასე მოთხოვნა. აი მღელვარე ცხოვრება, მთელი დინამიკაა ნაჩვენები. აი თუ იბერია და მაგალითად კვალი უფრო პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, ეს მნიშვნელოვანია ალბათ რომ გავამახვილოთ ყურადღება. აი ცნობის ფურცელში ყველა სპექტრით არის წარმოჩენილი მე-19 საუკუნის საქართველო და აი განსაკუთრებით სწორედ მომეწონა ის რომ პოლიტიკაზე მეტად ეს კულტურა, ხელოვნება, პოეტების დამოკიდებულება, თუნდაც რეკლამის კულტურა, რომელიც ახლა გონია რომ არის ის როგორც ჩანს ძალიან კარგად ქონდა ჩვენს წინაპრებს შესაძლებელი და კარგი სახუმარო ლექსებით. სასიყვარულო ლექსები. აი ისეთები დღეს რომ მაგალითად გადაცემებში დიდი ამბები ატყდება ხოლმე, ეს როგორ თქვეს, ის როგორ დაწერა. იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში მე კარგად ვიხალისე. რომ მე-19 საუკუნეში იგივე იყო. ალბათ ისტორია მართლა მეორდება რაღაცეებით და ჩვენ ზოგჯერ გვეჩვენება რომ ეს ასე არ არის, ან რაღაცას ვამუქებთ. გარკვეული გაზეთები შეიფევარჩიეთ მე-19-20 საუკუნის საქართველოში მაგალითად 1869 წელს გამოსული სასოფლო გაზეთი, 1911 წელს გამოსული ხალხი, ჩვენი რესპუბლიკა, ეს არის უკვე გაზეთი ერი, რომელიც მოგვიანო პერიოდის 90-იანი წლების საქართველოს ისტორიას ასახავს და იმდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს როგორც ეპოქა იყო თვითონ 90-91 წლები ყოფილი საბჭოთა კავშირის გრევის პროცესი. ეს არის ძალიან საინტერესო 1916 წლის საქართველოს გაზეთი გამოდიოდა, რომლის ჟურნალია დამატება სურათებიანი, სადაც მაგალითად ჩვენ ხედავთ როგორ ექცევა ყურადღება იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ პირველის საფლავია ტრაპიზონში. 1815 წელს რომ გარდაიცვალა 43 წლის ასაკში, სხვათა შორის სრულიად ახალგაზრდა, რომელსაც მიმოწერა ჰქონდა ნაპოლეონთან ყველასთან, მაგრამ არავის არ ეცალა ჩვენთვის. და აქ დედა წარმოდგენილი თავისი ლამაზი შვილით, იბეჭდება ახალი სურათები. დიმიტრი არაყიშვილის პორტრეტია წარმოდგენილი. სწრაფი დახმარება. საინტერესოა რა, ალბათ როგორ გადაადგილდებოდნენ და როგორ ეხმარებოდნენ ადამიანებს. დაი თუ შეხსურთა ტიპები, ეს უკვე ეთნოგრაფია, წმინდა წყლის ეთნოგრაფია. როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი თუშხევსურები, მთიელი ქართველები. ეს არის 1908 წლის იმედი. ეს ძალიან საინტერესო ცნობის ფურცელი, რომელიც მრავალფეროვანია თავისი ჟანრით, განსხვავებით სხვა უფრო პოლიტიკური გაზეთებისგან, რომლებიც გამოდიოდა საქართველოში და სრულიად განსხვავებული ქართული პრესისგან. ეს არის მარტინ ლუთერის ბიბლია. ეს ის მარტინ ლუთერია, რომელმაც 1517-19 წლებში რომის პაპს ლეო მე-10 გამოუკრა 95 თეზისი, ამით პრაქტიკულად პაპიზმის მსხრევა იწყება ევროპაში, იწყება რეფორმაცია და იწყება საერთოდ სრულიად ახალი, თვისობრივად ახალი ევროპის ისტორია, რომელმაც ფეოდალიზმს საბოლოოდ ასე ვთქვათ, დასასრული მიანიჭა და კაპიტალიზმი შემოდის კაცობრიობის ისტორიაში სულის თავისუფლებასთან ერთად. ეს ძალიან ფრთხილად შეგვიძლია, ანუ პასაჟებია ბიბლიიდან. ლუთერანისგან ვიცით რომ წამოვიდა ლუთერანული ეკლესია, იგივე პროტესტანტული და კათოლიკური ეკლესიის მრავალი სხვა განშტოება. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში არაერთი საინტერესო ექსპოზიციაა წარმოდგენილი. ამიტომ ჩვენი ციკლის შემდეგ გადაცემაშიც კვლავ ამ მუზეუმს ვეწვევით, ვიხილავთ ძალიან საინტერესო გამოფენებს და ასევე მუზეუმის საცავებში არსებულ კოლექციებსაც.